მოწვევას ნამდვილად ვერ დავარქმევდი, ნათია აიძულებენ საჯარო მოხელეებს, რომ მოვიდნენ დღეს პარლამენტთან და კახი კალაძის ნაძვის ხის ანთებას დაესწრონ, ისევე როგორც აქამდე აიძულებდნენ, გამოსულიყვნენ ქართული ოცნების მხარდამჭერ აქციებზე, ნაწილის შანტაჟი ხდებოდა, ნაწილზე ზეწოლა, ნაწილის მოსყიდვა, ან სამსახურიდან გათავისუფლებით დაშინება. აი ასე გამოყავდა ყოველთვის ბიძინა ივანიშვილის რუსულ ოცნებას ხალხი ქუჩაში და დღესაც ეს პროცესია. ოღონდ ამ პროცესს ამჯერად დედაქალაქის მერიად წოდებული უწყება მართავს. ახლა კადრში ჩემს ზურგს უკან ხედავთ პარალელურ საქართველოს, ხედავთ ნაძვის ხეს თქვენ პირდაპირ ეთერში, ხედავთ უსაფრთხოების სამსახურს, ისინი წარმოადგენენ ტიტუშკების კალაძის უწყებას, მათ უკან უკვე არის საპოლიციო რეჟიმი, რომელიც იცავს საგნებს, იცავს ნაძვის ხეს, მაგრამ არ იცავს ადამიანებს და აბსოლუტურად გულგრილი ყრუ და ბრმა არის ადამიანების მიმართ ძალადობაზე. საპატრულო პოლიციასაც, კრიმინალურ პოლიციასაც სახეები მთლიანად ნიღბებით აქვთ დაფარული. მთელი დღეა ისინი არიან ასეთ ცოცხალ ჯაჭვად შემოვლებული იმ ნაძვის ხეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსა კახი კალაძის უწყებამ. 7 საათზე იგეგმება ამ ნაძვის ხის ანთება. რა საახალწლო განწყობა აქვს, რა წინა საახალწლო განწყობა ქართველ ხალხს, ამაზე რამდენიმე წუთში მოგიყვებით და გიჩვენებთ. ახლა რამდენი ადამიანია რუსთაველზე, იქამდე გეტყვით, რომ აი სცენა მოაწყოს აქ, მონიტორები აანთებს, სადაც წერია თბილისის მერია გილოცავთ ახალ წელს და წერია ის სლოგანი, რომელიც ტიტუშკების მერმა მოიგონა ამ წელს, გამარჯვებებით სავსე ქალაქი. აქ ერთი ლეგიტიმური კითხვა მაქვს, რაში გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ, ან ვისაჯობა ქართულმა ოცნებამ, არჩევნებში გაიმარჯვა, საკუთარ ხალხზე გაიმარჯვა, ევროკავშირში შევიდა თუ რა გააკეთა, რა გამარჯვებას ზეიმობენ, თუ რუსეთში შესვლა და საქართველოს გარუსება არის გამარჯვება, მაგრამ ალბათ რუსული ოცნებისთვის ეს არის გამარჯვება, ამ შემთხვევაში ეს სლოგანი შეიძლება იყოს გამოყენებული. არანაირი გამარჯვება ქართულ ოცნებას არ ქონია. და როდესაც ვსაუბრობთ ქართული ოცნების ვითომ გამარჯვებაზე, მინდა გაჩვენოთ ხალხი, რომელიც ახლა დგას ჩემ გარშემო, დედაქალაქის მთავარ გამზირზე, ზურა თუ შეიძლება ვაჩვენოთ მაქსიმალურად მთელი ტერიტორია, რამდენი ადამიანი არის აქ. მთლიანად სავსეა დედაქალაქის მთავარი გამზირი, აქ არიან მოსულები საპროტესტო ბანერებით მომიტინგეები, რომლებიც ამბობენ, რომ ახალი არჩევნებია აუცილებელი ქვეყანაში და რომლებიც ამბობენ, რომ რეჟიმის ყველა პატიმარი უნდა გათავისუფლდეს. თუ კახი კალაძეს ასე ძალიან უნდა ნაძვის ხის ანთება, მოვიდეს ამ ხალხთან, აქ ძირითადად თბილისის მცხოვრებლები არიან, მოვიდეს ამ ხალხთან და აანთოს ნაძვის ხე. საკუთარ ხალხთან გამოჩენის ნამდვილად არ უნდა ეშინოდეს ხელისუფალს, თუ ის ნამდვილად თulis თავს ხელისუფალად. ასეთი არის აქ შეკრებილების პოზიცია და რასაკვირველია მშვიდობიანად დგანან აქ მომიტინგეები, ყოველთვის როდესაც არ არის პროვოკაციები საპოლიციო რეჟიმის მხრიდან და როდესაც ტიტუშკები არ ასახიჩრებენ ადამიანებს, აქ მომიტინგეები უბრალოდ დგანან. ბოლო დღეების განმავლობაში მე შეგახსენებთ, რომ როდესაც არ ჩანდა პოლიცია, ყოველ დღე იყო აქცია და არაფერი მომხდარა. მონებო ასე მიმართავენ ადამიანებს, რომელთაც აქვთ ცოცხალი ჯაჭვი შექმნილი ნაძვის ხის დასაცავად, ზურა ახლა ამ კადრს გაჩვენებთ თქვენ პირდაპირ ეთერში, რომლებიც არ იცავენ მიზანმიმართულად ადამიანებს, სამაგიეროდ იცავენ ნაძვის ხეს, რომელიც ტიტუშკების კალაძემ გადაწყვიტა, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განეთავსებინათ. აი ხედავთ, რომ ან ზურგით არიან უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, ან ვინც ჩვენკენ არის, აბსოლუტურ უმეტესობას სახი აქვს დაფარული. გასაგებიცაა რატომ პრინციპში. მოდით თან მე იმის პარალელურად რომ გიყვებით რა ხდება აქ და როგორ გრძელდება მიტინგი, პარალელურად ახლა ტესტავენ ნაძვის ხეს. ტესტავენ ინთება თუ არა, აი სატესტო განათებებია პერიოდულად. ახლა უკვე აღარ და გესმით როგორი საპროტესტო შეძახილებია აქ ამ გატესტვის საპასუხოდ და როგორი რეაქცია აქვს ხალხს. რა საახალწლო, რა წინა საახალწლო განწყობაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც 300-ზე მეტი ადამიანი დასახიჩრებულია საპოლიციო რეჟიმის და ტიტუშკების მიერ, აი ამ ლეგიტიმურ კითხვას სვამს ყველა, ვინც არის რუსთაველის გამზირზე. და თუ კახი კალაძეს აქვს წინა საახალწლო განწყობა, აქ არის სცენა, აქ არის ხმის გამაძლიერებლები, დინამიკების ეკრანი მზად არის, ყველა ეკრანი. შეუძლია მას რომ მოვიდეს, ხომ არის დედაქალაქის მერი. მოვიდეს და აანთოს ნაძვის ხე. ეს არის აქ შეკრებილების პოზიცია და მიმართავენ კიდეც შეძახილებით მონებო. მე თან გადავინაცვლებ აქციის მონაწილეებთან, რომ მათი სათქმელი მოგასვენინოთ პირდაპირ ეთერში, როგორია განწყობა, რას ფიქრობენ ისინი.
ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე და იმაზე, რომ ჩვენ დაახლოებით, როგორც უკვე გითხარით, 1 საათში ალბათ კახიკალაძე უნდა მოვიდეს აქ და უნდა აანთოს მან ნაძვის ხეს. ყოველ შემთხვევაში ანონსი ასეთია. მე იქამდე ვიდრე დავიწყებ საუბარს, თქვენ გეტყვით პირველ რიგში, რომ აიძულებენ საჯარო მოხელეებს, რომ აქ მოვიდნენ, გამოცხადდნენ ამ ეგრეთ წოდებულ პოსტზე, იმიტომ რომ ასე სჭირდება რუსულ ოცნებას, ისევ იგივე ტერორს აგრძელებს ხელისუფლება, რითაც ის იყო ცნობილი მთელი ამ წლების განმავლობაში, თუმცა ეს უკვე ძალიან ღია ტერორია და კითხვის ნიშნები აღარ არის. გიორგი მარგველაშვილს ვხედავ მე, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს. 4 წუთში კი ბატონო, მიპასუხეთ ბატონო გიორგი, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი ხართ, ხალხის მიერ არჩეული. დღეს რა ვნახეთ? ყაველაშვილს ვინ გონია თავი, ან რა დაარქვა ქართულმა, ბოდიში რუსულმა ოცნებამ, თუ დაარქვა საერთოდ რამე? დღეს რეალურად საქართველოს საზოგადოებრივ პოლიტიკურ სახელისუფლებო ცხოვრებაში არაფერი არ მომხდარა. ანუ არის ესეთი დაჯგუფება, რომელსაც დაჯგუფებას ეძახის დღეს მაგალითად შეერთებული შტატები, როდესაც ჯგუფ ქართულ ოცნებას მიმართავს. ამ დაჯგუფებამ ჩაატარა რაღაცა რიტუალი, რომლის შედეგადაც კონკრეტულ ადამიანს რაღაცა სტატუსი გამოუგონა. სრული წარმატებით შეეძლო აბსოლუტურად სხვა სტატუსი გაეკეთებინათ. ეს ანუ რეალურად დღეს საქართველოს ისევ ყავს მეხუთე პრეზიდენტი, რადგანაც არალეგიტიმური პრეზიდენტი არ არის პრეზიდენტი. შესაბამისად საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დღეს არაფერი არ მომხდარა. აბსოლუტურად. რა არის ახლა მნიშვნელოვანი, როდესაც ხალხი აქ დგას და ტიტუშკების მერკალაძეს აქვს წინასაახალწლო განწყობა და ნაძვის ხის ანთების ხასიათი. ნუ, იცით, აქ რაღაცა იმაზე ფიქრი, რომ რას ფიქრობენ, ან რას აკეთებენ. მოდი თქვათ რა, ხო, რეალურად სოფლიო მათ უძახის რაღაცა ჯგუფ ქართულ ოცნებას, არც პრემიერს არ მიმართავენ, არც პარლამენტის თავმჯდომარეს, ხელისუფლებასაც არ ეძახიან. საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი რეკავს არა პრემიერთან, არამედ რეკავს დაჯგუფების ხელმძღვანელთან, რომლის სტატუსიც არ ვიცი რა არის, რაღაცა საველე მეთაური შეიძლება. ხო, ანუ ესე გვეურთიერთება მთელი გარესამყარო. მათი რეალობის განცდა საერთოდ არ გააჩნიათ, ანუ რა რეალობაში არიან. შესაბამისად, ახლა ადეკვატურობის კითხვა რო რა, აი რა დროს ნაძვის ხიან, რა დროს ეს არ არის არანაირად სწორი, იმიტომ რომ ჩვენ მათ უკვე დაადასტურეს, რომ აბსოლუტურად არაადეკვატურები არიან. ნუ ახლა შეიძლება თქვან რომ დედამიწამ გვალი არ არის, ან რაღაცა ანუ რეალობიდან გასულები არიან. ასე რომ მათ ნაბიჯებს, ახლა თავარია რომ ძალადობრივი არ იყოს, თორემ მათ ნაბიჯებს და მათ ნაფიქს და ქმედებას არანაირი აზრი არ აქვს. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი, აბსოლუტურად გეთანხმებით. გიორგი მარგველაშვილს უსმენდით ჩვენ პირდაპირ ეთერში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს, ხალხის მიერ არჩეულს. აი ახლა უკვე ქაშუეთის მხარეს ვარ მე, სადაც ხედავთ თქვენ ხალხის სიმრავლეს. აი ახლა როგორც ჩანს ბოლო წუთების განმავლობაში უკვე ზუსტად ისე განალაგეს საპოლიციო ძალები, როგორც მაშინ, როდესაც არაპროპორციულ ძალას იყენებდა გომელაურის რეჟიმი, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ასასვლელები დაკეტეს, ისე ვითომ ვინმე ადიოდეს პარლამენტის უკანა მხარეს. ისევ დიდია საპოლიციო კონცენტრაცია, მაგრამ ეს ხალხი რომ პოლიციას არ უშინდება, მე მგონი ეს ტესტი ქართულმა ხალხმა ძალიან ბევრჯერ ჩააბარა და ამაზე საერთოდ აღარც ღირს დაწვრილმანება. მე გიჩვენებთ ახლა თქვენ ქაშუეთის მხარეს, სადაც დგანან მომიტინგეები, იმიტომ რომ ახლა ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვანი და არა იმ საპოლიციო რეჟიმის, რომელსაც აქვს განსაზღვრული რაოდენობა და სხვათა შორის ვიდრე გავაგრძელებ საუბარს, აუცილებლად უნდა გითხრათ იმის შესახებ, რომ ხმის მისაცემი დოკუმენტი რაც იყო, სადაც ხმოსნები აფიქსირებდნენ თავის არჩევანს, იქ ეწერა, გთხოვთ მიუთითოთ თქვენთვის სასურველი კანდიდატის სახელი და გვარიო და კანდიდატებს შორის, ანუ ჩამონათვალში ერთადერთი მიხეილ ყაველაშვილი იყო. მართლა ძალიან საინტერესოა ახლა მიხეილ ყაველაშვილის მდგომარეობა, თუ ულოცავენ მას და თუ ულოცავენ ყაველაშვილი ფიქრობს თუ არა რომ სერიოზულად ულოცავენ მას. მოკლედ ძალიან საინტერესოა ყაველაშვილის მდგომარეობა ახლა მოსაკითხია ნამდვილად. აი ხედავთ თქვენ ხალხს, რომლებიც აქ რჩებიან,
არ ვიცი 7 საათზე რა იქნება. კახიკალაძეს ახლა უკვე ბოლოს აღარ გაურცელებია განცხადება, ვიცით რომ საჯარო მოხელეებს აიძულებს რომ გამოვიდნენ დედაქალაქის ქუჩებში, თუმცა დაყვებიან თუ არა ამ შანტაჟს საჯარო მოხელეები, ესეც არის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური კითხვა, იმიტომ რომ მაგალითად გასული შემთხვევებისგან განსხვავებით ახლა კონტექსტი არის აბსოლუტურად შეცვლილი. საჯარო მოხელეთა ჩვენ იმ მასშტაბის მარში ვნახეთ ჯერ კიდევ 2 დღის წინ, რომ დიდი მადლობა იმ მასშტაბის მარში ვნახეთ ჩვენ 2 დღის წინ საჯარო მოხელეებს, რომ შესაძლოა ძალიან გაჭირდეს ამ ადამიანების დაყოლება შანტაჟზე და გამოყვანა ქუჩაში, იმიტომ რომ ახლა თითოეული ის ადამიანი, ვინც ქუჩაში გამოვა, იქნება კახიკალაძის თანამზრახველი იმ სისხლის ზღვრაში, რაც ამ რეჟიმმა მოუწყო საკუთარ ხალხს და როგორი განგრძობადი დარბევაც იყო ნოემბერ-დეკემბრის თვეებში, რასაც ჩვენ ხედავდით რეჟიმის მხრიდან. ხედავთ, რომ საუბრობენ ადამიანები და ნამდვილად ხალხმრავლობა იმის მიუხედავად, რომ ძალიან ცივა, ძალიან დაბალი ტემპერატურა ახლა რუსთაველის გამზირზე და ძალიან რთულია აქ გაჩერება, მათ შორის ბევრი ისეთი ადამიანია, რომლებიც აქ იყვნენ დილიდან, მაგრამ მაინც რჩებიან აქ და ისინი განაგრძობენ პროტესტს. აი ხედავთ როგორი შეძახილებით, როგორი საპროტესტო შეძახილებით ეგებებიან მომიტინგეები ამ სატესტო რეჟიმში ღონისძიებას, იმიტომ რომ პარლამენტის შენობაზე ახლა ანათებენ, არ ვიცი ალბათ იმ ღონისძიებისთვის 7 საათზე რო ამზადებენ, რაღაც სამუშაოებია გასატარებელი, ტექნიკური მოსამზადებელი სამუშაოები. საინტერესოა, როდის მოვა კახიკალაძე, ჩვენ აქ ვართ, ჩვენ ველოდებით მას. აი ეს არის ხალხის პასუხი. აი ეს არის ხალხის პასუხი მოჩვენებით წინა საახალწლო განწყობაზე, რომელსაც ხედავთ თქვენ პირდაპირ ეთერში და გესმით კიდეც. მოკეთ ასეთი ავითარება, რასაკვირველი არ ვრჩებით ადგილზე, აქ ჯერჯერობით არის ქართველი ხალხი და პოლიციის განსაზღვრული რაოდენობა.